გვავისაუბროთ იმაზე, თუ რა ხდება გლობალურ ბიზნესში. ამ მიმართულებით ტექნოლოგიური გიგანტების დომინაცია გრძელდება და დღეს ჩვენს ყურადღებას იქცევს Microsoft-ი, რომელიც ავსტრალიურ კომპანიასთან IREN-თან იწყებს 5 წლიან თანამშრომლობას. გარიგების მოწყობა არის 9.7 მილიარდი დოლარი, ლამის 10 მილიარდი და ისიც უკავშირდება, რა თქმა უნდა, AI ინფრასტრუქტურას, data ცენტრებს, მონაცემების შენახვას და cloud ინფრასტრუქტურის განვითარებას. რაღაცნაირად ისე გამოდის, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში თითქმის ყველა გარიგება არის დაკავშირებული ან ხელოვნურ ინტელექტთან, ან მონაცემთა ცენტრებთან. თითქოს ხო, საქმეც საღამოში რა თქმა უნდა, ამაზე ვსაუბრობთ, უკვე რაღაცნაირად ალბათ მაყურებელსაც კი მობეზრდა ამ თემაზე საუბარი, რადგანაც გარკვეულწილად საქართველო თითქოს მოწყვეტილია ამ ეკონომიკურ რეალობას, რომელშიც იმყოფება მთელი სამყარო. ხო, თითქოს არა, რეალურად მოწყვეტილია, ვინაიდან ჩვენთან არც AI-ს ავითარებს დიდად არც ერთი ტექნოლოგიური გიგანტი და არც data ცენტრების მიმართულებით ყვავის დიდად ჩვენი ადგილობრივი ეკონომიკა, რაც რა თქმა უნდა არის დასანანი, თუმცა იგივეს ვერ ვამბობთ ავსტრალიაზე, რომელიც Microsoft-ისგან ამ უდიდეს ინვესტიციას მოიციდებს და IREN-იც ამით მიიღებს საკმაოდ დიდ ფინანსურ სარგებლობას. მიზანი კი არის, რა თქმა უნდა, ავსტრალიისა და ოკეანეთის მიმართულებით Microsoft-ის სერვისების განვითარება, განსაკუთრებით Azure Cloud-ზე გვაქვს საუბარი, რომელიც Microsoft-ის ფლაგმანური პროდუქტია და თანაც აქ ისიც უნდა ითქვას, რომ საერთო ჯამში ეს რეგიონი დიდად ათვისებული არ არის Microsoft-ის მიერ, ეს ჩათვალეთ, რომ არის ახალი ბაზრის სრულად ათვისების პოტენციალისაკენ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი და თავად ამ data ცენტრში შევხვდებით ისევ და ისევ NVIDIA-ს უახლესი თაობის ჩიპებს GB300 სერიას. აქაც რა თქმა უნდა NVIDIA არის ჩართული პროცესში, მოკლედ ყველა გარიგების თავში და ბოლოში არის როგორც წესი NVIDIA კომპანია, რომელიც იქცევს მთელი პლანეტის ყურადღებას. კი ბატონო, კიდევ ერთ გარიგებაზე ვისაუბროთ, ამ შემთხვევაში სამხრეთკორეული გიგანტი Samsung-ი და Elon Musk-ის მილიარდერის კომპანია Tesla გეგმავენ გარიგების გაფორმებას. ეს ინფორმაცია Reuters-მა გაავრცელა, წყარო კი იყო Samsung-ის წარმომადგენელი. გარიგების თანახმად, როგორც მედია იუწყება, 2.1 მილიარდია მოცულობა ჯამურად ამ გარიგებისა და მიზნად ისახავს, რომ Samsung-ის მიერ წარმოებული ბატარეები იქნება Tesla-სთვის მიწოდებული. ამ შემთხვევაში არ არის საუბარი ბატარეებზე, რომელიც გამოიყენება ელექტრომობილებში, რომელსაც აწარმოებს ზემოთხსენებული Tesla, არამედ იმ მოწყობილობებზე იქნება საუბარი, რომლებიც კომპანიის აწარმოში განთავსდება და ენერგიის შემნახო სისტემებს მოხმარდება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, Tesla-სთვის. გავრცელებულ ინფორმაციას სამხრეთკორეული კომპანიის წარმომადგენლები ოფიციალურად გამოეხმაურნენ, მათ დაადასტურეს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა როდის გაფორმდება შეთანხმება და რა ეტაპზე არიან, ჯერჯერობით ეს არ ვიცით, მათ ასევე განაცხადეს, რომ როდესაც შეთანხმება იქნება მიღწეული, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ეცნობება ამის თაობაზე. ასევე მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ 3 წელს გასტანს ეს შეთანხმება, რაც დეტალები ვიცით ჩვენ, სამხრეთკორეული კომპანია კი ყოველწლიურად 10 გიგავატის სიმძლავრის ბატარეებს Tesla-სთვის გადაცემაზე აიღებს პასუხისმგებლობას. 10 გიგავატი რომ განმარტოთ, დაახლოებით 100,000 ამერიკული ოჯახის ენერგო მოხმარების დაკმაყოფილება შეუძლია ამ 10 გიგავატს, რომელიც Samsung-მა უნდა გადასცეს Tesla-ს. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ წლების განმავლობაში Tesla-სთვის ბატარეების ერთადერთი მიწოდებელი იყო ჩინეთი და ყველაზე მსხვილი. როგორც ჩანს, Elon Musk-ი გარკვეულ გადაზღვევას აკეთებს იმისა, რაც ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობები დაიძაბა, დივერსიფიცირება მოახდინოს მომწოდებლები, შესაბამისად არ შეექმნას პრობლემა არც თავად მას და რა თქმა უნდა, არც თავად ის power კომპანიას Tesla-ს. ხო, ჩინურ საავტომობილო ინდუსტრიაზე უნდა გავაგზავნოთ, აქვე საუბარი, ერთ-ერთი გიგანტური ჰოლდინგი, Geely ჰოლდინგი აპირებს სტრატეგიული ინვესტიციის განხორციელებას Renault Group-ში. ეს არის ფრანგული საავტომობილო კონგლომერატი და ამ შემთხვევაში ინვესტიციის საგანი უკავშირდება Renault-ს ბრაზილიურ ბიზნესს. კონკრეტულად აი ამ ქვეყნის ამ მიმართულებით არის დაინტერესებული ჰოლდინგი და ის შეიძენს Renault-ს საწარმოს დაახლოებით 26.5%-იან წილს. მიზანი არის ძალიან მარტივი. Geely-ს უნდა ბრაზილიის ბაზარზე შესვლა, მხოლოდ ბრაზილია არ იგულისხმება, რა თქმა უნდა, მთელი რეგიონის მოცვაზეა საუბარი, სადაც ჩინური კომპანიები ჯერჯერობით დიდად დომინანტურად წარმოდგენილები არ არიან, ეს მათთვის არის სრულიად ახალი აუთვისებელი ბაზარი, სადაც მოსახლეობის რაოდენობა სწრაფად იზრდება და მათ შორის ეკონომიკური განვითარების ტემპიც ისეთია, რომ კომპანიებს დიდ პოტენციალს აძლევს და ამ ინვესტიციის შედეგად
ჯილი ჰოლდინგი საბოლოო ჯამში მიიღებს რენოს საწარმოში საკუთარი ავტომობილების გამოშვებისა და წარმოებისა და საბოლოო ჯამში დისტრიბუციის არხებში ჩაშვების უფლებას, მარტივად რომ ვთქვათ, არ მოუწევს ჯილის იქ ახალი ქარხნის აშენება და ძალიან დიდი ინვესტიციის ჩადება, რომელიც როდის დაიწყებს მუშაობას ღმერთმა უწყის, არაპირდაპირ მზა ქარხანაში საწარმო ხაზში ჩააყენებენ ჯილის მოდელებს ძალიან მარტივად. აქედან რენო მიიღებს ფინანსურ სარგებელს, რაც კომპანიას ახლა ძალიან სჭირდება, ზოგადად ევროპული საავტომობილო ინდუსტრიაში ვიცით, რომ დიდად კარგ მდგომარეობაში არ არის და ამავდროულად რენო მიიღებს ჯილის ტექნოლოგიაზე ცდომას, მათ შორის გაზიარდება რამდენიმე პლატფორმა, ტექნოლოგიების გაცვლა მოხდება, ეს რენოს რა თქმა უნდა სჭირდება ყველაფრის, ასე ვთქვათ, წარმოებასა და კვლევაში უკვე ფრანგული კომპანია ვეღარდებს ინვესტიციებს, ჩამორჩენა ჩინეთთან უკვე საგრძნობელი და თვალში საცემია, შესაბამისად ჯილის ცდომა Volvo-ს ტექნოლოგიებთან, რა თქმა უნდა, ჯილის Volvo-სთან და სხვა, მათ შორის სხვა ჩინურ ავტომწარმოებელ კომპანიებთანაც ჯილი რამდენიმე წამყვან კომპანიასთან არის ჩართული სხვადასხვა შეთანხმებებში და დღეს ჯილი ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ტექნოლოგიური, ასე ვთქვათ, კონგლომერატია ამ მიმართულებით, განსაკუთრებით თუ საუბრობთ ჰიბრიდულ და ელექტრო ავტომობილებზე, თუნდაც Volvo-ს ხსენება სწორი აქცენტია ამ შემთხვევაში ფაქტობრივად რენო მიიღებს Volvo-ს ტექნოლოგიასთანაც კი გარკვეულწილად ცუდომას, რაც რა თქმა უნდა ფრანგული კომპანიისათვის არის ძალიან დიდი გამარჯვება. ბატონო, რენოს ამბავი გამიხარდება მხოლოდ წარმატებებად ამ პარტნიორობაში, ისევე როგორც ჯილის, როგორ თქვა, ცუდად აქვს საქმე მეთქი, როგორ მომებრუნდეს ენა საუდი არამკოს, ცოტა ყველაზე დიდი ენერგეტიკულ კომპანიაზე. შემოსავლები ყოველ შემთხვევაში ამ ენერგეტიკულ კომპანიას შეუმცირდა მესამე კვარტალში 2.3%. 2.3% შეიძლება არ არის მაღალი მაჩვენებლები, მაგრამ როდესაც საუდი არამკოს შემოსავლები საუბრობთ, ის საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება. ლამის საქართველოს ეკონომიკა 2.3%. 27.7 მილიარდი იყო ბოლოს მოგება, რომელიც საუდი არამკოს ჰქონდა და 2.3% შემცირება ნიშნავს, რომ დაახლოებით 600 მილიონით ნაკლები შემოსავალი მოგება მიიღო საუდის არაბეთის სახელმწიფო კომპანიამ. როგორც არამკოს წარმომადგენლები განმარტავენ, მიზეზი არის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასების შემცირება. ცხადია, მართალია ბოლო თვეში ამ კუთხით პოზიტიური ძვრებია და შემოსავლები ასე ვთქვათ გაიზარდა, თუმცა აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში მაინც მოახდინა გავლენა და 600 მილიონით ნაკლების მოგება დააგენერირა კომპანიამ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საუდი არამკო არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპანია საუდის არაბეთისთვის, მათი საბიუჯეტო შემოსავლებისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი და შესაბამისად ეს მათი მოგების შემცირება პირდაპირ აისახება საბიუჯეტო შემოსავლებს და იმ პროექტების დაფინანსებაზე, რომელსაც საუდის არაბეთი ახორციელებს, თუმცა არ მგონია რაღაც გარკვეული პრობლემები მისხალ მაინც შეექმნას იმ პროექტებს ან საუდის არაბეთის ბიუჯეტს ეს დროებითი მოვლენა იყო, რომელიც მალე აღმოიფხვრება უახლოეს პერიოდში. ხო, ზოგადად საუდის არაბეთი არის ერთ-ერთი უიშვიათეს სახელმწიფოთაგანი, რომლის ბიუჯეტიც არის პროფიციტში. ანუ ბიუჯეტი გადის ხოლმე მოგებაში, ეს სწორედ საუდი არამკოს დამსახურება. ხო, ვერ ხარჯავენ, უბრალოდ ქვეყანაში არ არის ამდენი დასახარჯი პროექტები, ამიტომაც საუდის არაბეთი არის ძალიან აქტიური ინვესტორი სხვა კომპანიებსა და მათ შორის სხვა სახელმწიფოებშიც კი. სხვადასხვა ენერგეტიკული სექტორის მიმართულებით ინვესტირებაზე კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს, ეს უკავშირდება Shell-ს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გავლენიანი კომპანიაა ზოგადად ამ ინდუსტრიაში და Shell-ი აპირებს მილიარდი დოლარის ინვესტირებას ანგოლაში. ეს არის სამხრეთ აფრიკული სახელმწიფო, რომელშიც ალბათ მილიარდი დოლარი ასე პირდაპირ არც ერთ კომპანიას არასოდეს ჩაუდია და ინვესტიციის განხორციელების მიზეზი არის ძალიან მარტივი და ლოგიკური. მოკლედ, Shell-ი იქ ხედავს ძალიან დიდ პოტენციალს ოფშორული საბადოების აღმოჩენის მიმართულებით, თუკი სწორი გამოდგება ის კვლევა რომელსაც ეყრდნობიან, ისინი ამ ეტაპზე სავარაუდოდ Shell-ი ამ მილიარდის სანაცვლოს მიიღებს ალბათ 10, 15, 20 მილიარდის ამონაგებს, თუკი ეს რა თქმა უნდა გამართლდება და ის საბადოები, რომელზედაც ახლა მიდის კვლევა და ათვისების პროცესის, ასე ვთქვათ, გამართვა იქნება იმდენად დიდი, როგორც მათ წარმოუდგენია, ეს კომპანია ძალიან დიდ სარგებელს მოყავს და მათ შორის სახელმწიფოსაც, რა თქმა უნდა, ახლა ანგოლას იმისი ფუფუნება ნამდვილად არ აქვს, რომ ენერგორესურსები არ აითვისოს, ან ის ეფექტიანად აითვისოს, როგორ ის საშუალებასაც მას მისცემდა მაგალითად Shell-ი. ბოლომდე აითვისოს თუ არის. რომც ხონდეთ სურვილი უბრალოდ ვერ იზამენ ამას, ვინაიდან ამისათვის საჭირო არის ძალიან ძვირადღირებული ინფრასტრუქტურის მოწყობა, მათ შორის ვიცით ჩვენ საზღვაო მომპოვებელი, ასე ვთქვათ, სპეციალისტები
სპეციალური დანადგარები, რამდენად კომპლექსური და ძვირადღირებული მანქანები არიან. ამისი შეძენის ფუფუნება კი სულ რამდენიმე კომპანიას აქვს პლანეტაზე, ერთ-ერთი არის სწორედ Chevy.